ვაგრძელებთ Microsoft Word-ის გაკვეთილებს, ჩართეთ პროგრამა და ახლა გავხსნათ ჩვენი წინა გაკვეთილზე შენახული დოკუმენტი. ამისათვის დავაწყობთ Office ღილაკზე. შეგიძლიათ პირდაპირ აქედანვე შეარჩიოთ თქვენი შენახული დოკუმენტი, ან დააწყობთ Open ბრძანებაზე. გავხსნით პანჯარაში ვირჩევთ იმ ადგილს, სადაც გვაქვს შენახული ჩვენი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში მე წინა გაკვეთილზე შევინახეთ დესკტოპზე, ანუ სამუშაო მაგიდაზე, ამიტომ ავირჩევ სამუშაო მაგიდას. და როგორც ხედავთ, გამოჩნდა ჩემი შენახული დოკუმენტი. მოვნიშნოთ და დავაწყობთ Open. დავიწყოთ ნახატების ჩასმა ჩვენს დოკუმენტში. ამისათვის გადავიდეთ ჩანართ Insert, ანუ ჩამატება. როგორც ხედავთ, შეიცვალა ხელსაწყოები. ნახატების ჩასმის ორი ღილაკი გვაქვს. Clip Art და Picture. Clip Art-ზე დაწყებებით შეგვიძლია შევარჩიოთ Word-ის კოლექციაში არსებული სურათები. ხოლო ღილაკ Picture-ზე დაწყებებით შეგვიძლია შევარჩიოთ სურათები ჩვენი კომპიუტერიდან. ორი ნახატი გადმოვიტანოთ Word-ის კოლექციიდან და ორი ნახატი გადმოვიტანოთ ჩვენი კომპიუტერიდან. დავაწყობთ ღილაკ Clip Art. როგორც ხედავთ, მარჯვნივ გაიხსნა Clip Art-ის მენიუ. ნახატები გამოჩენილი არ არის. ნახატების გამოსაჩენად უნდა დავაწყობთ ღილაკ Go. როგორც ხედავთ, გამოჩნდა ნახატები. სკროლის ზოლით შეგვიძლია შევარჩიოთ სხვადასხვა ნახატები. ნახატის დოკუმენტში გადასატანად მიმტკიცებელი დავაყენოთ სასურველ ნახატზე, დავაჭიროთ მაუსის მარცხენა ღილაკზე, არა უშუალოდ. მიმტკიცებელი დავაყენოთ სასურველ ადგილას და აუშვათ მაუსის მარცხენა ღილაკს დითი. მეორენაირად შეგვიძლია პირდაპირ შევარჩიოთ სასურველი ნახატი და დავაწყობთ Z. თუკი ნახატი გადმოვიტანეთ არასწორად, ანუ ის ნახატი, რომელიც არ გვინდოდა, შეგვიძლია წავშალოთ. ამისათვის მოვნიშნოთ ნახატი, ანუ დავაწყობთ Z მაუსის მარცხენა ღილაკი და დავაჭიროთ კლავიატურაზე კლავიშ Delete-ს. ახლა შევუცვალოთ ჩვენს განმოტანილ ნახატს ზომა. ამისათვის დავაწყობთ ნახატზე მაუსის მარცხენა ღილაკი. როგორც ხედავთ, ნახატს გაუჩნდა ირგვლივ მონიშნის სახელურები. ზომის შესამცირებლად მაუსის მიმტკიცებელი დავაყენოთ კუთხის სახელურზე ისე, რომ მან მიიღოს ორმხრივი ისრის ფორმა. დავაჭიროთ მაუსის მარცხენა ღილაკს და წავიღოთ მოპირდაპირე კუთხისკენ. როგორც ხედავთ, მაგალითზეც გვიჩვენებს რამხელად დარჩება ჩვენი ნახატი. მიახლოებით დავაპატარავთ ამ ზომაზე და შემდეგ აუშვათ ღილაკს დითი. შუა სახელურებით შეგვიძლია მოვუმატოთ მხოლოდ განი ან სიმაღლე. მწვანე სახელურით შეგვიძლია ნახატის ამობრუნება.
და მოდით ახლა გადავიტანოთ ნახატი მარცხენა ზედა კიდეში. ამისათვის დავაჭიროთ ნახატზე მაუსის მარცხენა ღილაკს და გადავიტანოთ ჩვენთვის სასურველ ადგილას. როგორც ხედავთ, ნახატი არ მოთავსდა იმ ადგილას, სადაც ჩვენ მივუთითეთ. იმისათვის, რომ ნახატი მოათავსოთ ჩვენთვის სასურველ ადგილას, ნახატს უნდა გავუკეთდეს ფორმატირება. ფორმატირებისთვის შევდივართ ჩანართ ფორმატ. ეს ჩანართი მოჩანს იმ შემთხვევაში, როდესაც მონიშნულია ნახატი. თუ ნახატი არ არის მონიშნული, ფორმატირების ჩანართიც არ მოჩანს. მოვნიშნოთ ნახატი Z დაწკაპებით. გავხსნათ ფორმატ ჩანართი და დავაწყაპოთ ღილაკ ტექსტში გადატანა. აქ შევარჩიოთ ტექსტის ზემოდან მოთავსება. ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე გადავიტანოთ ნახატი ჩვენთვის სასურველ ადგილას. დავაჭიროთ და მოვათავსოთ მარცხენა ზედა კიდეში. მოდით ახლა გადმოვიტანოთ მეორე ნახატი. დავაწყაპოთ. შევცვალოთ ზომა. გავუკეთოთ ფორმატირება, ზემოდან მოთავსება და მოვათავსოთ მარცხენა ქვედა კუთხეში. დანარჩენი ორი სურათი გადმოვიტანოთ ჩვენი კომპიუტერიდან. ამიტომ კლიპ-არტის მენიუ აღარ დაგჭირდება და შეგვიძლია გავთიშოთ პატარა X-ით. დავაწყაპოთ Z და გაითიშება. გადავიდეთ ჩანართ Insert და დავაწყაპოთ ღილაკზე Picture. გამოსულ ფანჯარაში შევარჩიოთ ის ადგილი, სადაც გვაქვს შენახული სურათები. მე მაქვს შენახული სამუშაო მაგიდაზე, ამიტომ ავირჩევ სამუშაო მაგიდას. Desktop. საკაღალდის სურათები გავხსნათ. მოვნიშნოთ სასურველი ნახატი, დავაწყაპოთ Z მაუსის მარცხენა ღილაკი და შემდეგ დავაწყაპოთ ღილაკ Insert-ზე. შევცვალოთ ნახატს ზომა. გავუკეთოთ ფორმატირება და გადავიტანოთ ნახატი მარჯვენა ზედა კუთხეში. გადმოვიტანოთ მეორე ნახატიც. ისევ გადავიდეთ ჩანართ Insert, შემდეგ Picture, მოვნიშნეთ სასურველი ნახატი და დავაწყაპეთ Insert. დავაპატარავთ ნახატის ზომა. გავუკეთოთ ფორმატირება და გადავიტანოთ მარჯვენა ქვედა კუთხეში. უფრო ცლად ნახატებთან მუშაობას განვიხილავთ შემდეგ გაკვეთილზე. ამით კი ჩვენი გაკვეთილი დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე.